რომ გადაუყენე Windows-ი შეჩემა რა. Ეთქი პროგრამას ვერ ავწერ და აბა დაჯექით ხო და ისო დაშლა ხო უნდა გეკეთები რა. ეთქი ბიჭო ინსტრუქტორი ეთქი დააწექი ხელზე უპა სტარტი აღზე. მახარას კრიმინალური ისტორიები წარმოგიდგინათ კომპანია აკა. აკა 47 თქვენი რეკლამა. რაღაცა. აქ შეიძლება თქვენი იარაღის რეკლამა ყოფილიყო. აუ ეგ იცი შეჩემა არ დავასახებ დაურეკე ერთ კომპანია იარაღი მინდოდა მაგრა რა. დაურეკე ერთ კომპანიას რომ მე ხე პარტიით გამოვართულდეს კი რა. ქალბატონის ხმარი დიახ გისმენთ. აკი მარკეტინგი ყავს უკაცრავათო. აკი თქვენ კომპანიას ვთქი მარკეტინგი არ აყავს თქო რაღაცა შეთავაზე ეს ალიოს მაგეროდ ეგუთხარი ხო? ხო რა გისმენთ შვილო აბა. მეთქი მე მინდა იარაღი თქო. ამ ხილ კალიბრიანი მეთქი. კარაბინის სტილში თქო 5000 ლარის. ბენელი ძალიან კარგი იქნებოდა თქო. და აქედან რეკლამას გაგიკეთებთ მეთქი რა. აი მაშინ დამწყებ. აი ეს კაცი ესთევესონა. შვილო, შენ იარაღი სათამაშო ხო არ გონიაო? მე ვალებდი რომ შვილო შენ შიქ ხო არ გაქვს მაგრამ აა მეთქი არ სათამაშო ანუ ტარების უფლება მაქვს თქო. აა შეუულებრივად ან მაღაზი არ ენერგოლს მეთქი. უბრალოდ მითქი ტარების უფლება მოპარული გექნება შენ არ რაღაცა ლევადაღებული. აი ბოდიში რა მახარას ისტორიებს ცოტა ხანში დაუბრუნდეთ. წარვადგინოთ მოდი სტუმარი რომელიც ბევრისთვის შეიძლება მოგესა ეხლა თქვენ შეიძლება სტუმარი ვერ იცანით და თქვენი მინუსია სტუმარი ვერ იცანით იმიტომ რომ ჩვენ ეხლა სულ რაღაც 15 წუთი უკვე ვიცნობთ. და ეს არის უკარგესი ადამიანი გიორგი ჩხაიძე. ბიჭო გიორგი ჩხაიძე უნდა მოგვეწვია მართლა და გავამაზეთ ხო? გიორგი თხიკვაძე ყავს მახარაც აი თქვენი მინუსია მეგობრებო არ იცით რო იცოდეთ არა თქვენი მინუსია რომ გიორგი ჩხაიძე არ იცით მაგრამ გიორგი თხიკვაძე არის ჩვენი სტუმარი რო იცოდეთ 20 წუთი არის კალა ტელეფონში იყურებოდა ნახე არა ხეო ოუ ტრაქში თითი რომ ტაკოსის არ შეუძლია რატო მოვიწვიეთ ეხლა კითხვა გაუჩნდებათ რომელი ვინ მოვიწვიეთ ჩხაიძე თხიკვაძე გიორგი ჩხიკვაძე. გიორგი ჩხიკვაძე არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ახმოვანებდა ჩხიკვთა ქორწილს. მაშინ იყო პატარა, არავის არ ეხსოვნება და წრუწუნას. ჩხიკვთა ქორწილს ახმოვანებდა ხო. რამდენად რთული იყო? ეს ანსამბლი იბერიასთან ერთად, აი ბუმბერას ხალხთან ერთად, მაშინ მიკროფონები არ იყო ესე განვითარებული და გვიჭირდა, მაგრამ ხაზე წერდნენ. და თან წარმოიდგენდი თუ არა წარმოიდგენდი თუ არა რომ აი ესე წარმატებას მიაღწევდი სპორტში მე თვითონ მოკლედ გიორგი იმიტომ მოვიწვიეთ რომ ჯესეგეთიც რომ ჩვენი მაყურებელია ეტარას მე მეორე რომ ჩვენთან აქსელერაციას ვცდილობთ ხოლმე რომ ვასწრებთ ვიღაცებს რა წინაზე ბევრი ჩემპიონი მოგვიყანია თქვენ არ გახსოვთ და მერაბ დვალიშვილი პირველი ჩვენთან იყო სანამ რამე გახდებოდა მაშინ საუბრობდა ამერიკაში ბლოკის დადებაზე და ჩვენთან რო იყო მე მიაღწია უკვე ძალიან ბევრს ეს ადამიანს მე არ ვიყავ გადაცემაში არა ას მე არ ვიყავი შეჩემა აი ეს დაუპატისებია და ჩაუწერია მარტო პროსტა ვერ გაუშვით წამყვანები ვარ იყო ხო და ბევრი სარდალაშვილი რომელიც აქ იყო და ძიუდო ფულს დამპირდა და ჩვენ ახალგაზრდა სპორტსმენები აი წაიწოთი ჩემი ჩამოთვალო რა კაცი ფულს დამპირდა და მიაღწია ძმაო და იმის ას დაურეკია ვაფშე ხო და გიო ეხა წელსი ჩაგიჯდება შემდეგ გამარჯვებების და რამენაირად ეცადე რომ არა ის დამპირდა თვითონ კამერას დაგიწრეო გაიგე კამერას დაგიწრეთო ჩვენ გაჭირებული ხალხი ვართ ხო ხდები რა გაჭირებული ხარ შეჩემ ამდენი კამერა სოფლიოს რო გადაღუნავ და ლიმოს რო მოგცემები რა ოლიმპიადაზე იძლები ხო რა ამის შეიძლება სოფლიოს არ იძლები რა ლიმოს არ რამდენს აბა საკაიფ რამდენი რა რავი ერთი საიდუმლო ხო არა რავი ერთი 150-მდე ალბათ მოტივაცია მიეცი ბავშვებს თო $150 თუ ლარი რა ჩემი შენ ახალგაზრდული გაქვს ხო მოგებდა ახალგაზრდული ოლიმპიადა სტოპი მაშინ შარშან მოვიგიხო და სამწლამდელებში ევროპას და მსოფლიოს გაიგე იქისრე რა ბოდიში კალა ნორმალურად წარადგინე ეხა მე ვერ გაიგებს მაყურებელი ვინ არის მართლა რა ეს ხაიძე არის თვერ ანუ ეს მოგების ამბები დავალაგო მოგების ამბები დავაგდება მე ყველაფერი 150,000-დან ეგ დიდებში იყო დიდებში აუ ჩემი დედა რამდენი გჭირდება ვიყო აქეთ მე დამიწყო წუწუნი. აი მოიცა მე ოლიმპიადას რომ მოიგებ. ხო. რამდენ კამერა თუ? არა, ამას უყიდე ძმა. ნორმალური. თურქეთიდან ბავშვები რომ გადმოვიყვანოთ, არაფერი $300 დაждდება.
3-4 ბავშვი გადმოიყვანს, რომელიღაცაც მოეწონება და დაიტოვა. აი ეს აქსელერაციას რო ეწევი, ქართველი ახალგაზრდა სპორტსმენების აჩიკოს წარდგენა უნდა უფრო ნორმალურად რომ მოდი ვიტყვი მაყურებელი რომ მიხვდეს რა. გიორგი ჩხიკვაძე არის ბერძნულ რომაულის მოჭიდავე, რომელსაც ახალგაზრდულში ძალიან ბევრი წარმატება აქვს მიღწეული, მათ შორის პირველი ქართველი მოჭიდავე იყო, რომელმაც ახალგაზრდულის ოლიმპიური თამაშები მოიგო, პირველი ზოგადად პირველი ამ სფეროში. რატო ლაპარაკობ? თუ არ იცი, აცადე კაცმა თვითონ მოგვიყვეს რა თავის თავზე. და ეხლა იწყებს თავის პროფესიონალურ ასაკობრივ კარიერას და ეს არის ბაზრობს ეხლა. შენ მოგვიყვები მართლა რა ეხლა თანი გიყურება რაღაცებს კითხულობ და შენ მოგვიყვები ბოზიში გაგვარკვიე რა. მოგიყვება თუ არ ეტყვი რომ გიორგი ჩხაიძია და იმას ხიფთა ქორწილია გახმოვანება მოგიყვება რაც არის ეხლა. შეჩემა ხანდახან ანუ აჩიკოს გვარი შეჩემა არ მინდა შეჩემა მეყოფა ოქტოპუსზე შეჩემა. აჩის გვარი მეშლება ხოლმე და რა ვერ ვიგებ რა პრობლემა. არა ნუ მე გამიკვირდა რომ სახელი მაინც გაარტყი მართლა გულწრფელად მომობ. აუ გაარტყი ოფიჭო. არა ეგიცოდა. მოგვიყევი რა ჟორჟ გიორგი შენ როგორც დამწყები ესე იგი ახალგაზრდა სპორტსმენი რომელი პარტიის იდეოლოგიას ემხრობი და რა კიდაც მეგობრებო ძალიან საინტერესო კითხვა დავშვი და ეს დაცენზურდა ამ გადაცემაში იმიტომ რომ ჩვენ გაჩი შენ გადაცემაში ლაპარაკე შეყო კაც ვკითხე მოგვიყევი შესახებად ტვინი შეჩემა წეღამდე საკეთია რუპოლიდან ლაპარაკობ ხო ისა და მაიძულებს ეხლა მე თავიდან ვიჯექი და კაც ვებაზებოდი მეთქი სტოპი ისეთში რაღაცა თუ არის საშუალება 5-6 ლარი რომ გამოვიდეს რა ხო ხვდები ხა 3 ლარიანი რა პატარა დავიწიოთ აქაც შულყვამისთვის მინდა მიკროფონის სამაგრი იქ შენი 100 ლარი ხარჯები ჩვენც აქვს რა ჟორჟ გაიგე რა შენ როგორც ამ გადაცემის მაყურებელი რაღაც ხონო შემოწირულობა გააკეთო ხა ხო ხვდები არ დაგვივიწყო პროსტა ძალიან კაი სარდალას განს კაი სტანდი იქნებოდა რა აჰა ბიჭებო ხო ხვდები რა რაღაც აი სარდალა რო გახდა ამის არა ორი პორშე გამოგზავნა რომ ერთი מחარ დილითი არის მეორე საღამოთი ხო ან პორშეზე ნაკლებს მე ვეღარ გამოგზავნე არა ბიჭო არა მე პორშეს ხამი კი არა რა ზემკი პორშეს დედაში კარჩი მოგვიყევი შენ შესახებ რომ ხალხმა გაგიცნოს იმიტომ რომ ჯერ ტელევიზიებში არ ჩავიწადა ეგ უკვე ძალიან სიამოვნოა რომ ჩვენთან მოხვედი და ახალგაზრდულ ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ვარ 2018 ჩატარდა ბუენოს აირესი არგენტინაში ასევე ვარ ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი 23-ში ორგზის ევროპის ჩემპიონი სოფლიოს ჩემპიონი და საწააგე ანუ რამ დაგიგია რომელიმე ტურნირზე ახალგაზრდებში ვურჩი წაგო პროსტა უბანში პინგ-პონგის ჩემპიონი 4-4-ზე რა ახალგაზრდულში სოფლიოს ჩემპიონატზე ფინალში מחარას უთხარი რა წონა ხარ ბრატ 72-ში ჭიდაობა 72-ამდე 75 ვარ თავისუფალს გეჭიდავები თუ გინდა პროსტა ჩამოვალ მაგ წონაზე მე ამოვა არა მე არა იქამდე ასვლა გაგიჭირდება და მაგ მუცლის დაგდება კიდე კი არა მოდება ჩემამდე ანუ სოფლიოს ჩემპიონატის ფინალი გაქვს წაგებული ახალგაზრდებში ხო ნუ ეგ როდის შეიძლება იმას წამაგებინეს კიდე ხა ვინ ჭიდაობაში ჩახედული ასე თუ ისე მოყევი ვაფშე ეგ ფაქტი რა ხო იმას ბევრი ტურდადება მოგვიწევს მე რუსეთში რო ხო არს რუსეთში იყო ძმა და რუსებმა დანიშნეს ინდოელი მსაჯი რა სხვა ხო არ არსებობს ახლა აი ბერძნულ მოუჭიდავაში ინდოელს თუ დანიშნავ ან სამხრეთ კორეელი რა აი ძირითადად ეგორი ის არის ხოლმე დაგდებებზე გაყვანაზე იმას ეკიდა რა ესე არ მინდა ხო სხვა შორის ეგ ნანახი არ მაქვს აი იყო 2021-ში აი ესე იგავ რა ესე არ დაუგდი მე არ მჯერა რა რუსეთში რაღაცა ეგეთი მოხდა მაგრამ ხო და დაუჯერებელი ფაქტია მე ჩახსნეს ის მსაჯი და ოქრო გადასცეს გიორგის რა თქმა უნდა აქედან არა რუსები ბიჭო დედა ანუ ერთადერთი წაგება გაქვს ესეთ მნიშვნელოვან ტურნირზე რაც დავთვალეთ ხა ისიც ძალით რა ანუ იყიდე რა ღირდა ეგ თამაში უფრო მეტი რო აქედან მიგვეცა რა ეს წერან რომ მიკროფონს გეჩალიჩებოდა რომ იქნება გამოგიგზავნოსო აქედან ხა კაბინაზე მაგის მე კამბეკი დაიტოვეს თორე შარშან ევროპამ სოფლიო დუბლი გავაკეთე ხო და ეგ რაღაც мотиваცია აღმოჩნდა შენთვის საჯიანი მიანად უგებ ხლა კი ეგ ზოგადად სპორტში არის ხო რომ დამარცხდება რაღაცა ხა არის გარე ფაქტორი მე ხა შეიძლება იქ საჯის ფაქტორიც იყო რა თქმა უნდა მაგრამ ასე თუ ისე მაინც ჩემ ფაქტორიც არის ყოველთვის შინაგან ეძებო შეცდომები და იმას უნდა გამითარდე იმიტომ რომ არის ესეთი მომენტები ჭიდაობაში რომ შეიძლება საჯის გეჭიდავებოდეს ანუ გასწulis საჯის გეჭიდავებოდეს ყველა და ცდილობდეს რომ რაღაც ისე დაიჩაგრო მაგრამ თუ შენ ინდონეზე ხარ მომზადებული რომ ისე თქვა და ორი თავით მაღლა იყო შეგიძლია რომ რუსი მოჭიდავ იმენა სუფთა სისხლის რუსი მოჭიდავე გინახავს ეხა ვაფშე არ კი არა კი როგორ არა სუის აი ხო გეუბნე აი
არა, ყოლია, ძალიან მაგარი მოჭიდავები ყოლია. ქერათმებით, ცისფერი თვებით. არა, ეგეთი არა. ვანია იყო, სადმე მოჭიდავე შეჭება. ვანი არა, ახლა სახელი და გვარი არ მახსოვს ერთი. ვიღაცა ჩასული იქნებოდა რა, ან ყოფილი. არ იყო ჩასული, შეხედავდი იმენა რუსი იყო. ხო, არ ვაფშე არ მახსენდება რა. ეხლა სუისინი არიან, ან ჩვენები. მე გვარი აღარ მახსოვს, მელოდი ტიპი იყო, მაღალი. კუბელი ჩადის რუსეთში. რა მაინტერესებს? კუბელი ლოპეზ რომ კუბაში რო ცხოვრობდა, წამალს რო ვერ გაიდი და რუსეთში რო წახვალე რა. კუბელი ლოპეზი იცი ხა სერიალი? რომელი სერიალზე მესაუბრე? რომელი სერიალი? ოლიმპიური ჩემპიონი იყო, ხო ლეგენდარული ადამიანი. ჭიდავია. მე ვიცი მარტო ის რა. გორელები და ის რა. მუჰამედ ალი ხა იას. ხა ეგეც ბოლო წლებიდან შემიყვარდა. მოჭიდავეებში. კუბელი ლოპეზი 5 წლის ოლიმპიური ჩემპიონია და სხვადასხვა ოლიმპიადაზე მოახერხა მან გამარჯვება 5 ანუ ზოგადად ნებისმიერს ახლა არ არსებობს ეგეთი რა. ანუ ნახე სხვადასხვა ოლიმპიადაზე მოახერხა 5ჯერ გამარჯვება. დაჟე ერთი გაყიდა, ერთი ოლიმპიადის ფინალი პირველად თავიდან. ანუ წარმოიდგინე რამდენი წელია ჭიდაობს და მაგ ჭიდაობს და სხვადასხვა 5 ოლიმპიადა თუ სხვადასხვა სპორტში მოიგო ოლიმპიადა. არა. ვერ გავიგე. ჩვენ სახეობაში ანუ იყო რიოში, ტოკიოში ეს სხვადასხვა ოლიმპიადა რა. ანუ ეხლა მაგალითად 20 წელიწადში ერთხელ იგებდა ნუ ბექაური ხო ყავს ჩვენ ბექაურს 2 აქვს არა ალახაძეს უფრო მეტია ალახაძეს 3 3 ხო აღარ აპირებს ეხლა გამოსას 5-მდე ხო მოუხსნი არა 5-6-ზე არის რეკორდის მოხსნა ეხლა ხო ეს მოცურავე რო იყო ამერიკელი მე 12 კი არა ფელპს იყო და ერთ ოლიმპიადაზე იგებდა ძალიან ერთ ოლიმპიადაზე იგებდა ძალიან ბევრს იმიტომ სხვადასხვა კატეგორიებში ცურავდა რა ეხლა ესე და რა შტანგაში ცხოვრობს სხვადასხვა 3 კატეგორია მან ხო მაგრამ ერთ ჟამურად ითვლება მან მაინც ანუ ეგრეთ ალახაძეს უნდა კონდეს უფრო მეტი ოქრო თუ ცალ-ცალკე იქნებოდა მაგრამ არის ეხლა რა მოდის შენთვის ყველაზე დიდი რა ეხლა უკვე დიდებში გადავედი და ოლიმპიადას შეგიძლია უკვე რამდენი წელი შეგიძლია ოლიმპიადას ბიჭო არ არის ასაკა არ არის ჩვენ ბევრი ბარიერი აქვს ლიცენზია უნდა მოიპოვო ეს ლიცენზია გინდა ოლიმპიადაზე გასასვლელში რაღაც შესაძლოა ქვეყანამ არ უნდა მოქცეს არა აბა ისინი ყველა ქვეყანა კი ვერ ხვდება ეს ჩატარდა მაგალითად საქართველოს ჩემპიონატი ჩვენ რანაირად ვერ უნდა მოხდეთ ბერძნულმა ჩვენ ძირითადად ხვდებით ხოლმე ხო სალიცენზიო ტურნირები ტარდება 2 და ერთი სოფლიო ჩემპიონატზე ქვეყნებს შორის ხო სოფლიო ჩემპიონატი ტარდება ჯერ და ვინც ტოპ 3-ში გადის იმათ ავტომატურად ლიცენზია აქვს და შემდგომ უკვე ტარდება 2 სალიცენზიო ტურნირი ერთი ევროპის კონტინენტის და სადამდე შედიან ანუ რა 20-ეული შედის თუ არა ვინც მედალს აკეთებს რა სოფლიო ჩემპიონატზე ვინც ფინალში გავიდა ხო იმას ავტომატურად ის აქვს მივხვდი მაგრამ იქ ხო ბევრი მონაწილეა ხო აკითხა იცი რა აბა ხო მოიგო ხამდენი რაღაცა და თან ამ პოდკასტს უყურებს და შენი წვლილი მის ჩემპიონობაში რო კითხო ძალიან საინტერესო კითხვა იქნება გიორგი ეხლა მაცნობეს რა ერთი კითხვა გვაქვს ძალიან ბევრი შემთხვევა იყო რომ ნაპოლის ჩემპიონობა რაღაცები არ მინდა ხოლმე ამაზე საუბარი უკვე ხოვაშვადე ხო არ ყოფილა შემთხვევა რომ აი რაღაცა არ მინდა ისე გამოვიდეს აი ცუდ ხასიათზე ყავი პოდკასტს უყურებდი და მქონდა გამოსვლა და სანამ ტატამზე გახვიდოდი მანამდე პოდკასტს უყურე და რაღაც მოიხოდე და დაგარტყა უცებ აი ხო არ ყოფილა ეგეთი შემთხვევა რომ ამას ვინახავთ მე ჩვენ ვარჯიშის წინ რომ მიდიოდი ხოლმე მანქანით სამწუხაროდ რაღაც 1 საათი მაინც მიწევს ხოლმე საცობები ესა ჩავტავდი ხოლმე პოდკასტს რა და ისეთი მოწყენილი გადილა რო იყო ხანდახან და მე ამ პოდკასტის მენის დროს ვიხოდებოდი რა და უკვე ხოძე შევდიოდი ვარჯიშს ჩაცეკი მახარ გადაცეკი აუ ხეხულია სხვა შორის ძალიან კარგი მოსასმენია როცა ვინახარ მანქანაში უკვე ხო ყურება რთული არის მე ყურება ნუ ეხა ისეც რთული არის ჩემპიონი გამოიხედა სოფლიო ჩემპიონატი ყოველ წელს ტარდება ხო? კი, სოფლიო ჩემპიონატი ყოველ წელს ტარდება. ეხა როდის არის უახლოესი? ძირითადად წლის ბოლოსკენ არის ხოლმე ესე ოქტომბერი, სადღაც ესე რა. ოქტომბერი, სექტემბერი გააჩნია. და ეხა პირველი სოფლიო ჩემპიონატი იქნება შენთვის დიდების, ხო? ალბათ. ეხა ჩვენთან ესე მარტივად არ არის. ეხა ჩვენთან კონკურენცია მიდის საქართველოში ძალიან დიდი რა. სიტყვაზე პირობითად საქართველოს თუ მოიგებ, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ შენ უეჭველი მიდიხარ დიდ ტურნირზე ევროპა. ჯერ პირველ რიგში ევროპაა რა. შემდგომ უკვე არის გადასაწყისი. არ უნდა გამოძებნო? არა, მასე არის ჩვენთან. ჩვენთან სუფთა კონკურენცია, ვინც იგებს, ის მიდის.
ვინც უფრო უკეთესია ის, იმიტომ რომ შენ საქართველოს წარადგენ და სპორტში ძალიან მნიშვნელოვანია ეგ რა. ხო, ჩვენთან ესე მიკერძოება და რამე ეგეთი არა, ვინც უფრო ლუკა შენ მოგწერე თუ სხვა მოგწერე? ლუკა გიორგის ძმაკაცი, ხო? კი. პროდიუსერი დავარქვით. გიორგის პროდიუსერმა იმდენად გულწრფელად მოგწერა, რომ აი რაღაცა ყველას გაგვიჩნდა სურვილი, რომ გიორგი აქ ყოფილიყო, თუმცა გიორგისგან მე კიდევ ერთხელ ვერ მოვისმინე ოლიმპიური ჩემპიონობის მე რა მოხდება. ფულის განაწილების ამბავში თუ? არა, ასის ფულარა. აი რასაპირებ, ოლიმპიური ჩემპიონი გახდი. თქვა, დავუშვათ. მე რასაპირებ? ოლიმპიური ჩემპიონი. არ ვჩერდე. ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი, მეორედ გავხდი. მაგარ სტუდია ჩემზე იყოს. სტუდია ჩემზე იყოს იდეალურ. თუ ცხოვრებისეულ ამბავში მეუნები? რა უხერხო, არა, კაი რაღაცა. არა. უხერხობა. აი რა ვიძახ. არა, ეხა ხედავ სტუდიას. არ გვიჭირს ეხა სტუდია ნაღდად არ გვიჭირს. აი თვითონ პორშე თვითონ პორშე შენი რუტინა რო გითხრა რა, ვიღაცების არ არის საინტერესო მაგალითად, ჩემი რუტინა მაგალითად საინტერესო არ არის. ჩიას გაგივე რუტინა 3 დღე რაღაც აღვივებს და მე არა, აღარ ვჭამ ეხა კარგად 3 დღე რამე რო გავზარდო, შეჩება იმას რა შემაჭმევს. მე ანუ რაღაცა ჩემიანია და ხო ხვდები აი ჩიას პუდინგს 3 დღე აღვივებს, შეჩება ამ თესლსა. უკვე შენიანია და მე ჭამს, რას უშვება. შეიძლება? დიახ. მე იაფი ღირს მართლა აი ჩია მაგის დედა ჩემი იაფი ღირს ჩემი არ არის მეთქი საინტერესო ხო თქვი არ ღირს იაფი სხვათა შორის გაღვივებული ძვირი ღირს იმიტომ აღვივებული აღარ იყიდება ანუ იყიდება პაკეტში უნდა გავაღვივო ანუ ეგეთები ძალიან სასარგებლოა სხვათა შორის მაგრამ გადავიდეთ ახლა პროტეინის გაღვივება იცი აი ამ ხელა კაცს პროტეინისა სხვა რას გაღვივება ვიცი ამ ხელა მტერი ყავს რუსეთი გვერდზე შეჭება რა ჩიას აღვივებ ხო ზალდი და პროტეინი რაღაცა გააღვივე რომ დაგჭირდეს გააჩი ქართველები იმ დაგვირა რა ჩიას ვაღვივებ ვიცი რა არის მე არ მაქვს სახელმწიფოსგან ესეთი ხელშეუხებლობა რომ ტროტელის გაღვივებაზე დამიჭერენ მე და შენ გააქვს ეთყობა არა მაგ ვაფშე მე თუ მიმართა მთავრობას რა რა კრიმინალური ისტორიები შენ მოყევი აქ არა დაუშვათ ძიმე ასაფეთქებელი ნივთიერებების შეძენა შენახვის უფლება რა ბიჭო ეხა ისეთ რაღაცა აი აეროპორტში ბომბი დაიყვირო რა რატო? ვიღაცა არ მოგადგეს მართლა. არა, ამერიკაში შეგიძლია ტანკი იყიდო, ხო? მართლა პანზერ, აკრიფა ვიყიდო. ხო და შენთან აგრა ბიჭო ისეთი ისაოთო. არ ვიდ შენ ხა იცი როგორ რაღაც თქვი? რა, აბა. პანზერს აკრიფა იყიდო, ხო თქვი? ხო. ეგ თამაში რო გამოვიდა. ხო. გიორგი იქნებოდა 1 წლის. აუ, რა ფაქტი გააცრეჭ. ეხა რამდენის ხარ? 23-ის. აუ ჯეტი ძველი ჯეტია გახსოვს ვაისიტი ჯეტია კი მაგრამ ეს დასავლ კლუბი რო იყო შესაძლოა ვაისიტი ის იმას მალიბუ კლუბი იყო ხო 2002 წელს არის გამოსული ეგ თამაში შენ ხო 21-იანი ხარ კი 22 წელს არის ვაისიტი გამოსული შენ რა კარგი ხანი იყო ეგ პრაიმში ეგ კაი ხანი იყო რეფერენსები რომ მოგაქვს შენ შემოვიდა 2009-ში შეჭრა ბალომისია რო იყო თვითმფრინავით რომ უნდა გადაგეტანა ხო ბომბები თუ რა ხო კი სართულებს რომ უნდა დაგლაგებინა ეგ ბოლო არ იყო მაგრამ რა კაი შეკითხოდა სვა კალამ და საწავიდა ლაპარაკი რა საწავიდა და ჩიო ჩემმა და ტროტელი რაღაცები დაიწყო არა ბიჭო პროსტა მე ხო მოკრა არა კი ბაჩი შესწორება შევე მე კითხვა არ დამისვამს ანუ კითხვის დასასრულად მივდიოდი და ვიღაცა ჩამიხტა და ჩია მაყარა სახეში და ანუ დიიცო დგები ერთი წამი ეხა ერთი წამი რა არა პროსტა რუტი ნათანი მიტყვი რომ მე თავდაბალი ადამიანი ვარ და თქვი რომ ჩემი დილა და ჩემი დღე არ არის ეგეთ საინტერესო და ადამიანი ვისაც ამხელა წარმატებები აქვს ანუ რუტინა რა ვარჯიშის თუნდაც რამდენი საათი აი ყალას ხო უყურე ეხა პოდკასტს ხო უყურე ხო აი მე რომ მეუბნო დილით ტრაქში ტრუსიკი ამოჭედილი დადიხარ მეთქი რა ტრაქში არა არ მინდა ხო დავაკო აუ არ გინდა რის თქმა ეხა შენ პოდკასტში როდის გითქვამს აი რა მაინტერესებს ისი ტიპს რო შეხედა აი ადამიანს ხო ხვდები ის როგორც დაახლოებით აი შეხედე რა ეგრე დაიწყე შენ ახლა ატო ჩაივარ ბრატ შე გავაყცე მაშინ პოსტა სიმართლე თქვი აბსოლუტში უბჭები ეხა მაგაზეც რომ მითხრა შეჩემა რომ გაგაყცე მაშინ გამოყ აქვე აი თუ გინდა პერსონალ რომაული ესა ინდოჩინური რა რომელი კატეგორიაც გინდა აირჩიე და შევიდეთ ოქტაგონზე შეჩემა და გაგისიებ მაგ თავს აი ეგრე რა მაგ შენ რო გიყურებ ჩხუბილოს რა მაგცედება იცი
ბებია ჩემი ჩხუბის დროს მიყურებ რას ქვია არა ჩხუბი რომ მახსენდება თქო შენ რომ ვიყურებ მახსენდება ბებია ჩემი ვედრო შეზე ტილოს ჩააგდებდა ხომე და რომ დასრულდებდა ეს რომ დააგდებ აი ესე ეცემოდა მე რა მახსენდება შენ რომ ვიყურებ ჭადრაკის ცხენი აი ესე თიც რომ მიკრავ და უნდა გადააგდო იმიდან ეგე ტანზე ხარ ზუსტად შენ ხო რა 10 წამი არს დამშვიდო რუტინას რამდენი რაღაც მოყვაზე როგორ 10 წამი არს დამშვიდო გაგტიშო მართ პროსტო 10 წამში დაიღლები შეჭო მართალი 10 წამში უნდა გამტიშო თორე მე მაგარი დაული გაქვს იმიტომ რომ შენ სამი ხელის მოქნევაში მე მოკვდები შეჭო დღეს ამ შენ ბიჭო მე რამდენი წელი დავდივდი ჭიდაობაზე აუ შენ შეჭემა ის რაღაცა მოხევ ხეიზე რაღაც ტროტილი და ის არ შეიძლება აღოთ ხო ხო დაგახეთქებ კარგად მოდი ეს კამათი დავაპაუზოთ, იმიტომ რომ ძალიან ლოგიკური და თემატური ამასთან დაკავშირებული რენდომ თემა მოვა, რომელიც ფიზიკურ თქვენ შესაძლებლობებს შეამოწმებს. ძალიან საინტერესო მოყევი, ნახო. იმ დროს ნიაზის კონცერტზე ვიყავ ცხელი ძაღლის, რა შე რა არ მოხვედი და ნიაზი ეძახის ესეც სიტყვებს, რომ კალატოზიო მინიცტო რა. რას ნიშნავსო? ბიჭო, აი ესე დასაკითხვა რომ იქ დგივარ ხო და კოლკი შენ ეგ ეკითხე. კალატოზიო ამდენმა ის თუ ხელი აწეს და ბიჭო ვერა ვწი ხელი იმიტომ რომ მეთქი მოაჩი რა ხთი მეთქი ხა დამეთქს מחარა აქ არის და აი არის დგება რა ხთი რომ ეხა და რაღაცები უნდა მოყვეს ჩემზე არ იქნებოდა ბაზარი შანსია და ხო და ეს თამის ძახისო ერთ-ერთიო რაც ჩვენ გადაგვაჩესო და რაც ჩვენ გვაკლიაო სახლების აშენება პროფესიაო აი შრალ ღობეს რო თქვენი ხელით ააწყობთო სოფელშიო ხო იმდენად აი ანუ შენ ყოფილხარ კალატოზი შეჩემ ხო და არა აი მაშინ უცებ შენ დამი რაღაც სიტყვა ჩამეხვარ რომ მეთქი ბიჭო კაკი როგორ მე რა კაი კაცია რა აი ხო და შენ კიდე ხა მელაპარაკე ხუბიო და რაღაცა ორი წამის წინ აი ბებიაჩები ტილოს დააგდებ და გლუნც ორი წამის წინ არ მითხრა ეგ არის ფიქრო აი შუყო არ მინდა ხა რაღაც ისე მომივა შენი ძმაც დაიმატე შეჩემა ჩემი ძმაც ახალი ჩემი ძმაც გცემ შენ მარტო აი დაუგეგმო როგორ აუ რა გითხრაც მო დაუგეგბოთ თუ გინდა კაი ჭკუა არა იქნება ამ გადაცემაში იქნება ყველაფერი ბერძნულ რომაულ ეხა მინდა რომ დაუბრუნდეთ სტუმარს იმიტომ რომ თუ გინდა მე დავწვევი ეს და შენ ანუ ბიჭ უპირატესობით დაიწყე ეგ თავში ანუ აი უჯრედში შეცი სადაც ეგ მოაფიქრდა რომ მე მომერევა შეჩემა აი ტვინმა ხო მუშაობს ამის არ მგონა რომ შენ იმას მოერიო საერთოდ მე კი არა ყარს აი ნახევარი ტვინი ხო მუშაობს აქეთ ამ ხარე აი იქ იმ უჯრედში სადაც აი გასკდა ჰორმონ აი მოუგებ აი ბიჭო ესე გებლატავებოდნენ შენი ვოდნდები ვისაც თუ ტრეშტოკი მანდ არ არის არა მან ტრეშტოკი არ არის რა ტრეშტო მე თავდაბალი უნდა იყო ადამიანი დაცვა ბევრს ლაპარაკობ მე ტრეშტოკის ეს ასე ბოლოს არის ის ვაფშე გადაეკეტა შეჩი თუ ვერ ვეოდი ხომე მე ესროლე რა ხო და კალატოზი ყოფილხარ ანუ შენ ხო რაღაც გაგებით კალატოზი კი არა ვიდა ის ყოფილა არა ვარ მუშა ხო და მშენებელს ქვია კალატოზი არა ერთის ბიჭო ხო აშენებ მშენებელსაც კალატოზი უნდა რქოს და ასაც რაღაც აი ვერ გავიგე ანალოგია მაგრამ ხო ხარ ანუ კალატოზი გამოდიხარ გარკვეულწილად არა მუშა მეთქი გითხარი შეყავ შავი მუშა იდი ნახო ანუ მუშა ერჩები რომ დაუძახოვი და კალატოზი ანუ ეგეთ რა თქმა უნდა შეჩემა ანუ რაში მჭირდება კატი მიხარ კალატოზი ხო დაუბრუნდეთ ჩემ შეკითხვას ის რუტინა რომ მოგიწევ ჩემი შენ დავსვი ესეთი საინტერესო შეკითხვა აი რამდენი ვარჯიში ყვება აი ვაინტერესებს წარმატების მისაღწევად ან ზედად შეკრებაზე ვართ ხოლმე ნაკრები ახლა ნაკრების შეკრების რუტინა როგორა დილით გებით გვაქვს საათი რომელი საათია? გაგვი კონკრეტულად. ვა, 9:30. ვა, 9:30. მე ცხაზე ჭამთ. რას ჭამთ? მართლა მაინტერესებს. რავი, გააჩნია რომ სასტუმროში. ძირითადად ყოველ სასტუმროში. მოხარშული კვერცხი რაღაც ანუ სასტუმროში რა გინდათ? ხო, შეკრებაზე როცა ვართ. შეკრება არის სპორები. სპორები ესე თქვა. ნაკრები როცა ერთად ავდივართ, ერთად ვარჯიშობ, სასტუმროში ვართ. 11 საათზე გვაქვს ხოლმე ვარჯი. ძირითადად გვაქვს ხოლმე ორი ვარჯი. ხანდახან არისო სამჯერად გვაქვს რა. დღეში. ხო, დილით ადრე გვაქვს ხოლმე. ეგ შეკრებების დროს ისე აი დასვენება როცა გაქვს იყო შენ. დასვენების დროსაც ვაკეთებ. ხო, ბაზა აქ ხო გაქვს თბილისში, სადაც ხართ ხოლმე. არა. ცირკი ხართ დადი. არა, ბაზა გვაქვს. არა, ბაზა გვაქვს კი, მაგრამ მან რატო ვერ იკრიბებით? ანუ ზირთად ავდივართ ნაკრები, იმიტომ რომ ხა ზოგი არის ნაკრები აჭარიდან, ზოგი არის, ანუ ყველა სხვა რეგიონიდან. მე ვცდილობდი თანხები შემემცირებინა.
და ესე ვინ შოპიტო არ გიჩვენა ტელევიზიაში მისულიყო ანუ წამყვანი გაცემს გეკითხება ჩემპიონი კაცი მოხვედი დაგდებული ყავს რა სირკი ხარ მოსიარულეთ ანუ დავდ მეთქი რატო დადიან ხო ვერ მივხვდი და ანუ ყველა სხვა რეგიონი და სხვა ზოგი სადვარი ზოგი სადა ესე ვიკრიბებით ერთად ვინც მომისმინე ბათუმში რო შეიკრიბოთ და ბათუმელი ტიპი თავის სახში რჩება თუ სასტუმროში დეტალები მაინტერესებს ბათუმშიც გვაქვს ხოლმე შეკრება გოლში იკრიბებით ახლა მქონდა ზუსტად ორი კვირის უკან გოლში ასტანა წინად გორინში ვიყავით ეხლა ვიყავით ასტანაში ასტანა გოლში სასტუმრო ასტანა ქვია ჩემო გორელებო რა ხდება სპორტ კომპლექსის წინ არის თუ შენებლობა რომ რაგბი რომ ახო სპორტ კომპლექსს თქვა შეუტანია ჯერა რა შენობაზე იძახი რა სპორტ კომპლექსს რას ეძახი დარბაზი რა ხა ტარდება რა ჩემპიონატები იქ რაგბი სტადიონიცაა ახლა მანდ თუ იცი სპორტის კომპლექსი და ეს არის რამე ახალი შენობები აი მახა რომელიც შენ რო გამოგქონდა ხოლმე რაღაცები რომ მიდიოდი და რო იპარავდი მან სპორტ კომპლექსი შენ რო წამოხვედი დაისვენეს რო აი უკვე რაღაც დადებენ და მეორე რაღაც რომ მოიტან ის ხვდებათ ის წინარას დადეს და კომპლექსი გაშენდა რა შენ რო მოშორდი მაგ ქალაქს ანუ იმიტომ ეძახი რომ მან ხა კალათბურთს ან ჩვენ რო ვარჯიშობდი პარალელურად კალათბურთიც ვარჯიშობდა ხოლმე და რავი ანუ ჭიდაობის დარბაზზე იძახი მაგრამ ჭიდაობის დარბაზი ცალკეა ხო შენ იყავი აუ ესა მახარ ბოდიში რა ერთი ეგეთი კითხვა მაქვს რა შენ ჩემ ქალაქში და ეს არა ქვია როგორ რაღაც მაინტერესებს აი ამ სპორტის სახეობაში ზოგადად ეგრე არის და აი შენ დაკვირვებით მაინტერესებს აი ვინც ყველაზე მეტ შრომობს საბოლოო ჯამში ეგ იგებს აი შენ ხა მაგ ამბავშის თუნდაც აღემატების ხვებს ანუ უფრო მეტ შრომობ ვიღაცაზე ესე ხა ვისთვის როგორ განისაზღვრა რომ მაგრამ მე ხა როცა ვემზადებოდი ევროპა სოფლიოში მე ვფიქრობ რომ ანუ ყველაზე მეტი შენი შრომა ნუ ვიდრე ხა მოწნა შეიძლება არის რაღაც ჭიდაობა ისეთი სპორტია ზოგადად რომ შეიძლება ვიღაცაზე ძალიან მაგრად იყო მომზადებული მაგრამ იქ ისეთ დეტალებია რომ შეიძლება ერთმა დეტალმა გადაწყვეტოს მთლიანი შეხვედრის სადღაც რაღაცას ხომ მოიგებ ანუ თუნდაც დაგიფასდება უეჭველი რა ხა შეიძლება ნავარჩები არ ქონდეს ვიღაცას იმდენი როგორც მეორე ადამიანს რა და ამან მოუგოს იმან და მე ამან უკვე თქვას მე ამდენი მაქვს თან იცოდეს ის რომ ცოტას ვარჯიშობს პირობითად ხო შედარებით და იმან შეიძლება მოუგოს რაღაცა იქ შეიძლება მოხდეს რომ ერთმა შეცდომამ წაგაგებინოს რა მაგრამ ის საბოლოო ჯამში რომ ამდენი შრომა ყოველთვის დაგიფასდება გზელადიან ხო პერსპექტივაში აი კიდე უფრო პატარების გვიყურებენ და არწმუნებული ვარ და მაგალითი უნდა იყოს რომ ის შრომა ანუ მე მაგალითად ფეხბურთს რო თამაშობდი დაგიფასდა შეჩევა რა მომენტი ფეხშრომობდი და გამატი მქონდა იცი რომ აი რაც არ უნდა ვიშრომ გარანტია არის თუ არა წარმატების თქო აი არ მეგონა რომ მაინც და მაინც ძალიან ბევრს თუ იშრომებდი აი ფეხბურთელი გამოვიდოდი სიტყვაზე რა ბავშვებზე არის პატარებში და ახალგაზრდებში და ხა რომ აი ჩემი აზრით პატარებს და ახალგაზრდებს ვინც ბევრს შრომობს ანუ უნდა რომ რაღაც წარმატება მიაღწიოს პირველ რიგში ოჯახის არ დაჭერა ჩემი აზრით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ის ფაქტი რომ შეიძლება წააგონ და მე ვფიქრობ რომ ამდენს ვარჯიშობ და არ გამომივა თავარი არის იყო რომ გზელვადიან პერსპექტივაში და წინა აუცილებლად დაუფასდებათ რა ხო ყველა სფერო შეეგრია მე მგონი თან რა თან ყველა სფეროში ხო ეგრეა რა რომ თავარი არის ან მარტო ვარჯიშიც არა იქ რეჟიმი დისციპლინა ხო არა უმთავრეს მწვრთნელს აქვს დიდი მნიშვნელობა როგორ მოსმენდა ბევრი ფაქტორზეა დამოკიდებული რა მე მინდა აღვნიშნო რომ მოჭიდავეების ჯგუფს ესაც ვარჯიშობენ გოლში ყოველ შემთხვევაში საერთოდ სხვა ურთიერთობა ჰქონდათ რა ფეხბურთიც მახსოვს და გითხრამ სადრეს ფოტოშოპში და წესიერის დილობიანიო გავიხსენე ძალიან სხვანაირი რა არ ვიცი ხო შეადარებ ოჯახი და აი ერთი მუშტი იმიტომ რომ მახსოვს ჭუბი რომ მომდიოდა ხოლმე რა რო იტყოდნენ ხოლმე რომ მოჭიდავებთან მოგვივიდა არ მივდიოდით ხოლმე იმიტომ რომ არა რატო გეტყვი იქ შეიძლება ჩვენი ძმაკაცი ყოფილიყო მოვებით ჩვენ. იმიტომ რომ იქ თუ მოხდებოდა ისინი ერთად იდგნენ და მეცდებოდა სიტუაცია განემუხტა, მაგრამ თუნდაც მოხდებოდა პონტი არ იყო რა, იმიტომ რომ იქ ბიჭოს ხო შესეთი ის რო ეტყოდა მწვრთნელი, კანონი იყო კი არა, რა ვიცი, მაგრამ ეგ დისციპლინა ჯარში რო იყოს, რა ვიცი, არა, ჯარში ხა ვატრაგებ. თურქების ჯარში რო ეგ დისციპლინა იყოს კარგად იქნება. მე ვფიქრობ რა ხა. არა, ჯარში მაგარი დისციპლინა. ესე რამე სხვა სპორტი არ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ რა მოჭიდავე. აი, იმიტომ ფეხბურთელებიც მინახავს იქაც მიდიოდა ხოლმე და გორში გინება რაღაც. აი, ეს სხვანაირი იყო რა. ზრდილობა, ისა, რაღაცა. ეგ გვაქვს.
ვფიქრობ რა ერთ მუშტად შეკრულ რაღაც ოჯახივით ვართ რა ეს თქო და ყველა რაღაც გარდა ინდივიდუალური სპორტია და ინდივიდუალური სპორტია პაპიროსზე წეოდახოვანია გუნდურში ეგეთი რაღაცები და თავისიანები რომ გამოივლდნენ სახლის ანუ დედამის და მამამისთან ეწეოდა თუ რაღაცა ესე რომ გაივლდნენ ქუჩაში და რო ეტყოდნენ რომ წვრთნელი მოდისო შეჩემა ამ სიგარეტ ტრაქში იკეთებდა ხოლმე მართლა რა აი შიშები და უფლიანდებოდა რომ არ დამინა ანუ რიდი უფრო იმისი ქონდა რა რომ იმას არ წყენო ანუ ის კი არა რომ ეშინოდა არ წყენოდა იმიტომ რომ მაგრა გაუწყდებაო რა ეწყინებაო თუ რაღაცა აი ეგენი ეგ დეტალები მახსოვს რომ მაგ ისტორიაში უფრო საწყენი ის არის რომ სპორტსმენი ეწეოდა გორში არა ის სპორტსმენი ვერ გახდა შეჩემა ყველა ჩემი ძმაკაცი სპორტსმენი ვიყავით თავიდან გიჟებივით ყველა ჭიდაობდით ხოლმე რა მე ხო ზოგი მეხება შენ ამდენ რაღაცას მოდებული კაცი ხარ რამე სისუსტე თუ გაქვს იმიტომ რომ იმდენს ვფიქრობ შენებლობაში იმაში ყველაფერში მაგარი ხარ ცემაშიც აგერ ორ წამში შენ ძმას დამახსოვრება რა დამახსოვრება არის აი ვერ მიმახსოვრ ანუ მექანიკურად უნდა დავიმახსოვრო ხვდები რამე უნდა გავაკეთო გაგახსენებ აღარ გიმახსოვრება არა აი რამე უნდა გავაკეთო რომ დამამახსოვრდეს აი ესე რომ ვიღაცამ რაღაცა მითხრას აი მეორე დღეს დორი თევზი აზრი არა ხო იმიტომ რომ აქ რომ მოდიან ხოლმე სტომრები რომელზეც შეურაცხყოფა გაქვს მიყენებული რაღაც 3 თვის წინ რაღაცები გითხოვს გეუბნებიან და რა ეს რაღაც ვაკეთებ აქ მართლა უცხოა და გახსოვს ხუხენკობაში ვარდები ხოლმე ხა მე მახსოვს ხოლმე და მე ძალიან მწხვენია და ცოტა თავი შეიკავე ხოლმე არა ეს კიდია გამახსენე ხოლმე პროსტა რა უთხე რომ ის ოქნა მე გაუიასნო რა გრაალის დღეს מחარა მოვიდა ადრე დაალაგა სხვათა შორის ეს გრაალებიც რა ლამაზად არის ჩაწიკწიკებული ამ გრაალზე სულ მახსენდება ის ვიდეო რა ეშმაკის დაბრუნება თუ რაღაცა ნანახი გააკ ეშმაკის დაბრუნება არ ვიცი გრაალის თასი თუ რაღაცა ნანახი ეგ ვიდეო აჰა რამდენი მილიონი დოლარი გამა მეორედ მოსვლა ეგ ვიდეო არ სტუდია გრაალზე კი როგორ არ მაქვს ნახე ბავშვობაში ვიყურებდი ხო სტუდია გრაალი შევდეს უყურე რა რას ეგ მაგას თუ გაუძელი აი სისულელია ეს იგი ძლიერი იქნება რა სტუდია გრაალი ჩაწერე ხო ჰიტას რა ქონდა განხილვა რაღაც არ ვიცი ჰიტასაც ქონდა ინტელექტი აი რამდენი მილიონი დოლარი გამოიმუშავა მესიმ 2024 წლის განმავლობაში იგებს ეს ხელფასი და სარეკლამო შემოსავლები ჭალებში შორს ვინც იქნება მესის მასკა უნდა მოირგოს და დანარჩენ ორს ქედმაღურად დამცინავად ეკომუნიკაციოს ნუ מחარას არ გაუჭირდება ისედაც მაგას აკეთებს უბრალოდ მასკას გაიკეთებს და ისე გააგრძელებს მაგას ხელფასი და სარეკლამო რამდენი მილიონი წერია არ ვიცი მაგრამ რამდენი მილიონი დოლარი გამოიმუშავა მესის 2024 აი IQ ქულებით ხელფასი და სარეკლამო შემოსავლებით იგულისხმება 1000 რამდენი მილიონი წარმოდგენა არ მაქვს ნახდათ რატო გაიტეს 31 წლის გიორგი რამდენი გამოიმუშავას რამდენი მილიონი შეიძლება რომ ეს ახლა მილიარდი იყოს ყველაფერი შეიძლება מחარ მაგრამ მილიარდი არ ამგონია ხო მაშინ იტყოდა მაშინ 1050 მილიონი რამდენი ამოვატრიალე და ვთქვით თან თქვით აბა 150 რა ჩემ 50 მილიონი რავი ერთ წელიწადში ხო რამდენია პასუხი თქვი 100 თქვი შეჭა აჰა მისწერია 788 უწერია ამას არ უწერია 788 უწერია დაადასტურე არა 188 წერია ანახე 180 გადაკეთე აი ნახე წაშალა რა გადააკეთა 188 788 ეწერა რა სული 188 ვერ ვიგებ ანუ 788 ძალიან ბევრია ხო და 188 მიწერია კაცო არ უწერია 788 აი რა ჩავთვალოთ ეხლა 788 რა ჩახი შეხედე რა უწერია კამერას ანახე ეხა ამის ბრეული შემოვა და მიწევს კახლოდან კარგად აი აქ რა წერია ეხლა დაგვიწერეთ კომენტარებში რა კომენტარებსო დაგიწერო ბიჭო არა როშაკის ტექსტია შეჩემა რომ რას ხედავ პელასოს რო ხარ რა ეხა უყურე ნახე ეს რომ მარტო ამას ხო ეს მესმის სამივეზე გავუსვი პროსტა დაგ ანუ ინსტინქტურად მივყევი რა შეხედე რა ერთ 7-იანზე არ არის. თან შეგახსენებ რომ იკითხა რომ მილიარდი შეიძლება იყოს, ანუ მილიარდისკენ ფიქრობდო. რო არ იყოსო, მაგიტო ნახე, აი სამივეზე გავუსვი. ეს რატოა გასმო? სამივეზე გავუსვი. გამებინე ხა მე სამივეზე გავუსვი? აი ეს ეს ნახე, ნახე ერთამ, რუიანს თუ გავუსვამ ხას არაფერი არ გამოდის. გავიგე, არა. ერთიანს თუ გავუსვამ, აი 7-იანი. თავი რატოა? მომისმინე. არა, ერთიან ეგ რო მქენი მე ის მქენი გავაფერადე რომ მეთქი ესე იყოს მეთქი. აჩი. ესე გავუსვი. შეკითხო მაგ, ერთიანს დაკლაკნული თავი რატო აქვს? რა შეგვიძლია? ერთიანს აქ ესეთი თავი. აი ხაზი გავუსვა. არა, ბიჭო, ხაზი, აი.
ბიჭო ნაწერზე წერდა რა გავაკეთო ეხლა მაშინ ახალი ფურცლები მომეცით 788 უწერია მახარ უნდა ჩაგითვალო 788 იმიტომ რომ არაფერში არ ჯდება ეგ ყოველთვის უსამართლოდ იქცევით ბიჭო აი მაგის დედა აბა რვიანებს ხაზები რატო გაუსვი მაშინ გითხარ ინსტიტუტურად 3 ხაზი გავავლეთ ხო მე გავუსვი მაგ რვიანებს ხაზები ყურადღება სწორი პასუხია 135 საღო მაინც აგებდი מחר აი რას ვაგებდი შეჩემა არა ჩემთან IQ კულო ჩამიწერიაჩი IQ კლუბი არ იყო ამაზე როგორ არ იყო არა მოიცა ერთსა მე არა მოიცადე 18-ზე შევთანხმდეთ სადაო საკითხებზე IQ კლუბი არ იწერება ეს არის სადაო მაშინ გავატრაკებდი და არის სადაო შეჩემა ხო ანუ ბიჭო რავი შეჩემა მოდი ესეთ რაღაც ვიზავ ჯერ არ დავწერ IQ კლუბს დავალოდები კომენტარებს ამ ვიდეოს ქვევით მოიცა დათოროს ტომაშუზე ქულა არ მომეცით ამარო წააგო წინაზე ვინა თქვა მომღერალიაო ვიღაცამ არა თქვა კომენტარებს გადახედე დათოროს ტომაშვილი მომღერალიაო hello არა მე მიმოჯომდე რომ გურამ შეროზია თუ მომღერალი გონიაო და არა გურამ შეროზია თქვი პირველივე თან ანუ პირველივე თქვი და არავის პრეტენზია არ ქონია და თან კლიპები უდევს რა YouTube-ზე აი ატარა არა არ მიყვარს მე უსამართლობა რა ხო და მე წაიკითხე კომენტარები და მიხვდები რა მიხვდები რა რას და მიხვდეთ ეს Leo quiero que te la pablina peligroso la cantan აი pelikoto fuck you Leo friend is old man fucking name tato yes როგორ ჩაიხიმა მესის როგორ ჩაიხიმა როგორ ჩაიხიმა ბიჭო ეს ჭიდაობა თუ გიცდიათ ოდესმე არა კიდე ფეხბურთში ხართ არა ბიჭო ფეხბურთში იშოვება ბრატ 190 მილიონი გააკეთა ბოლო წელს ხო? არა აი ცოტა გამ 788 უნდა და მაგრამ 788 ან 188 აი არ შაურმის რეკლამაზე თქვი ვარი რა შაურმის რეკლამაზე გამეკეთებინა მეორადზე მეტი მექნებოდა და თვითონ ლეისი რამდენს წერს აი ჩიპსის ლეისი რო ეგ გაყიდვებზე არის ხო ხდები რა აი რამდენს გაყიდი რა ეგ გაყიდვებზე არის ანუ მაგალითად ქედმაღალი უნდა იყოსო გორელი მესიკი არ უნდა იყოსო ქედმაღალი უნდა იყო ეგ გაყიდვებზე არის ჯიგარო აი ლეისი და ჰანგრიმენის ჩიპსი აი ეს რაღაცა ისე ვართ რა ანუ კონკურენციას უწევთ კი ბატონო ძალიან კაია ასწორე მაგრამ მე გიჩვენებთ რომ ჩემი ჩიპსი არ ჭამოთ ლეისი და ჭამეთ ჰანგრიმენის ჩიპსი აჩიმ კარგი კითხვა დაგისვა რონალდოზე რას ფიქრობს ჯერ აჩი ვინ ჩემი და მე რონალდო აჩი არის საეჭო კაცი იცი გაგიათი ოპა როგორ უყურებ ხოლმე დავიდან ეგრე გეთქვა ეგრე კაი პაუზა საღოლს ბაუ ეგ მაგრა რო გადაობს რუსებზე და რაღაც აი ის ეგრე შაურის რეკლამას ვაკეთებს ხო ეგ იცი ანუ კიდე ვინ იცი ქართულ YouTube-ზე ვის უყურებ არა ვის არა მარტო საერთო კაცი იცი და მაგ ეგ თუ იმეს ახსენებს ხოლმე ვიღაცა დაყებულ ძმებს ახსენებს ხო და აი ეგრე ზეთკათ რა ხო ხომ არა აი ძალიან უზრდელური ის აქვს ლექსიკა შენ მოგწონს ხა შენგან მე რეალ სიტყვა არ გამიგია ერთი იმიტომ რომ მე უსმენ მაგას არა უსმენ არა ის რომ აი 1000 ბავშვი უყურებს და ის და აი იგინება და ერთ ჩემპიონატზე დავასახელებ ძალიან სუთხას ეძებს არა არ მგონია რომ დასახელება შეძლოთ ლეო ნუ გეცილებათ ვარდისფერი ფორმა მეცვა რა ვარდისფერი ფორმა გეცვათ ხო ანუ ინტერ მაიამიში თუ არ მინდა დავასახელოთ ხო იმიტომ რომ ბევრს სხვას ეწყინება და 100 ეძზე ვიყავი კარში გოლი ვერ გამაქვს აი მაგ პატრონდი რა და შევედი გასახსნესი საჯიმეუმლო არასაშვები შეშობებო ავი მეთქიაც სუდაცავას და აჰაო და მომაწოდა საჭკაცი ჩართული რომელი ვიდეო იყო ხო არ გახსოვთ შაურმა წლის დახურვა არა შაურმა ყველა ვიდეო შაურმაა და აი კონკრეტიკა გაინტერესებს ბიჭო არა ისინი 100 ის ხო არა კალას რო ეჭმებოდა ჭამაში გაჯობებოდა 500 ლერო მოიგო კალა მე ხო არ იყო რო დაუთმო ხო ვიცი ეს არის 100,000 კაცი ავიდა დოლფი და ვიღაცები ლუი და ვიღაცები უოცავდნენ ბიჭო გავდი მეთქი ვინ არის ესა რა გამეცი და რო დამინახავს გეყო გამომისთო გავედი დედის გვარი ისე მევიკე ისე მეიგეთ ხო რამდენი გოლი გაიტანე ექიმი ყავს ქუთაისელი ხანდახან და იმან გადამდო ეს კილო მაშინ 150 ქუთაისული კილო რამდენი 150 იმ წელს ყალი დედის ტრაკიც მაგავითავში ფორმაში იყო ლეო მაგ ვიდეოს შეგიძლიათ ხო ჩემი რა ფორმაში ვიყავ ლეო ერთი წამი
კი არა, ლეო, ბოდიში. რო თქვენი ლაპარაკი მაგონებს ვიღაცას ვისაც ბოდიში რა მართლა. შეგიძლიათ თქვენი ერთიან მოძრაობა გვაჩვენოთ, აი საფინო რო შეგვასწავლოთ. აი რითაც აწყვევთ. არა, უბურთოთ რაღაცა ბურთიან, აი ბურთი ფეხზე რო ადგეთ და ის რო გაკეთეთ შეიძლება. აი რაღაცნაირად რო გვაჩვენოთ. ნელა გავაკეთებ, სწრაფად. არა, ხო, რო კამერა მაგიქვას. კი, კამერა მაგიქვას სისტრაფ. მე და ჩეკიჩანი ვართ, მარტო ვინც აგრე კამერას უჭირს. ლეო, ძალიან მაღალი ყოფილ ხარ თვალთ შორის. არ მეგონა ამერიკიზმე. წელავდი რაღაც ბავშვობაში პრობლემა ხოდა მე უცებ ავიყარეთ ამი რა. ალბურთის ბურთით რო გვაჩვენოთ. მოიცაი. ისა ჩანს აღიქმობს. აი მე ვარ დაბყოლე. შვენი ვარ. ორი წელო ერთი. აი დაიცავი. ნადი, აბა, მიდი. აი, იუ შესაძლოა. არა, მოიცა, ზემ მე ვარ გაჩვენე რა. ოპა, ეს გაიგდი. ოპა და მიარტყი და სო გაატანე და იხდი ანუ. აბა, ეგარი, დუხა. აბა დინამიკაში რა გვაქვს? დინამიკაში გაა. შეგავა. აი მიდი, აი. ოპა. აი, სო ეს კაცი იჯდა, თორე ამ ბუჯი გავიტანე. აა. ბავშვი საქართველოში მე ვიყავი. ძალიან სასიამოვნო. მინდა რომ ამდენიმე სიმღერა რაც საქმის სწავლე სამი გოგო ვნახე, რომლებიც ღეროდნენ. დაკურა ხუარიც. რატო? რამეზე უკრავ? აი, ჭიდაობის გარდა რა გამოგდის კიდე? თამაშებს დამაშო კარი. ოპა. გიორგი მიხელა. კომპიუტერულს? ტელეფონში. დრო არ მოს კომპიუტერს. ეხა Mobile Legends. მოიცა რას თამაშობ? Mobile Legends. ისე მომცინებს ხოლმე. PUBG-საც ხო არ თამაშობ? არა, PUBG-ს არა. ეს Mobile Legends-ი რამე ძია. მოიცა ისა რა ქვია, თამაშებსო და რას იგულისხმე მართლა? Mobile Legends იგულისხმე? Mobile Legends, FIFA, Warzone-ს თამაშობდი. დარწმუნებული ხარ რომ FIFA-ს კარგად თამაშობ? ბიჭო. გული გამისკდა ჩემი დედაოტრი მეთქი ჩამოთვს. აა ნახე, ორი ისე დისციპლინა დაასახელა. CS:GO. სადაც მე და შენ ძლიერები ვართ. შენ ხო Warzone-ს თამაშობ? მე FIFA-ში ვარ ძლიერი. ვარ დაუდგეთ. FIFA-ში. ხო, ბიჭო, რა მე ვიდეოს ჩაგიგდებ. 32 კაცი მოვკალეთ რა, მე და ალექსანდრე. ძალიან სერიოზული პოდკასტია. Sorry guys. Sorry guys. როგორ ახლა შეჩემის როგორა? You are very nasty man. ყავე, ფული სად არის? ფული. Shut up. Please shut up. აი შენ აჰა, შენ nasty man. კან მასკი აჰა. Mask. What is this instrument you are playing? This is fucking panduri. Can you say and spell something without F words? Huh? Oh my god. თმები გაკ დავარცხნილი, გადაიწიე. როგორც გიყვარს ხოლმე. აი ესე. Go play something for me. Go play something for me. ბიჭო, არა ვარ ამერიკელი შეკაგო. Play something for me. რა გიქნა? Do you know Badri Shubladze? Calling რა. I don't know anything. რა არის Elon Musk-ი თუ? Go, play. ვინა რა? Play something for me. აშიკო რაღაცას მეუბნოა ეს. დაუკრა. შენ ფეხბურთ იცი მწნობ. This guy is genius. This guy is genius. თარგუნი ვახარ რა, გენიოსი არისო? რამე გადაბრუნებული ხო არ მითხრა? არა. ქართული სისხლი მაქვს მე ხო ის ამას მო ლაივ თარჯმანი ვიქნები მე კალათ. ფული გაქვს, ფული. Do you have money? He asks Messi. I have a lot of money. დიახ, მაქვს ფულიო. ესენი ბევრია. როგორ არის ბიჭო? They are all one dick. Did this tell me something wrong? I don't speak language. Yes, he told that. Okay. I am speaking very good English. Really? Okay. Okay. My friend Milana fucking old years and chilled Maski.
Mask Real Father. We. Are you high on something? You smoke weed or? No. I'm real story. აი, გავაცილოთ მოდი სოფლიო ლიდერი და საუკეთესო ფეხბურთელი. რა უკრავს? შემდეგი თემა. მაგარი ამოსაჭრელი მასალა დაიდო შინძებობას გიფიციფი. ასოციაციების თამაში. ყველაფერი და ოქროს მონეტა. აბა, ეხა? რა? გამორთე. მანიშნო რამე აქედან? გიორგი, თამაში იცი ხო წესები? იცის. დაბლოკვა შემიძლია. ოქროს მონეტაზე უკვე ikითხა, მაგრამ მახარმთრო ვერ წაიღებო, მაგრამ შემდენი ოქროები გაქვს მოგებული შეიძლება ესეც მოიგო, ნახოთ. ვა, საინტერესო იქნება. სამწუხაროდ აქ ვერცხლი არ გვაქვს და საჩას ვერ დააბრალებ ვერაფერს. ან ოქრო ან არაფერი. სიტყვა იყოს. აუგე დავიწყო? მარკა. რა მარკა რა? მარკა რა არის, რა არის? ანუ დასაკრავება უკეთია, რა. არა, მარკა არის, მარკა შეჩემ, ანუ თაში ქანები. მივე ქანებით. აი ხა ამით რომ მივხვდე მე რა მეუნება, არ ვიცი, მაგრამ მარკა. გავთიშა ამას, ალავასო ჩემი გიორგი. 1 მოვიცეთ. მზად უნდა იყვნენ ორი უნდა თქვას რომ მზად არიან და მერე. მარკაზე უნდა მოვიფიქროთ? რა? რამე სხვა დაბლოკავ. ჯერ ვერ ბლოკავ. რამე სხვა დაბლოკავო? მარკა. მარტივია შეჩემო. ჩემი აზრით მარტივია რა. არა, ეგრე მარტივია. მარკა გააცნოთ იმ. არა, იგენა. და უკავშირდებოდეს ხო სიტყვა? ხო, არა, ისე მე რამდენი სიტყვის დაბლოკვა შემიძლია? რასაც მიხვდები რომ მიანიშნა, მაგ სიტყვის დაბლოკვა შეგიძლია. მარტო ერთის ანუ? ხო, რა. აი, დავარ. ქაღალდი დავარ. და სასახლე. კარგი. დაითვალე სამომი. 1 2 3 მარკაობა. რა? სხვა რა? შე რა თქვი? მანქანა. აცნენ. მანქანა? ხო, 1-0 იგებს. მანქანა გააკეთე? ხო. მარკა, მანქანა. კავშირში არ იყო, მაგრამ მარკაობა ბიჭო ძალიან ისეთ სიტყვა ვერ ვიფიქრებდი მაგას თუ ამოთხრიდი. ხო, მაგას ეძახდი და ვაგებთ. მარკაობა გორში ეძახდნენ იმას. ჯეირანს. 1-0 იგებ, კიდე ერთი ქულა რომ მოიგო, ოქროს მონეტა შენია. ანუ ეხა სიტყვას ვიტყვი და დაითვლი 2 წუთს თუ ხო? ავასხით. საჩუქარი. ვა, საჩუქარი. ანუ ბევრი რაღაცა შეიძლება მოგაფიქრდე საჩუქარზე და მაგით. შეიძლება გვითომ? თვითონ სახელი ეგრევე რა. მე დაბლოკოს ვიდი. შენ გაართე და მე გიკარნახებ. მაგას ვაკეთებდი შეჭა. ვერ ხარ მზად? აი დროა. 1 წუთი გავიდა. აუ მეც როგორ მინდა მოგება ესე. აი. არა, ყურადღებით იყავი შენ მართლა. ხო, შეიძლება მოიგო. გავისური. რა. რა იყო სიტყვა? საჩუქარი შეჭა. მე მივარდება ხოლმე თავიდან და ვითომ რაღაც ვფიქრობ და საჩუქარი თუ იყო? წუთ და ხევარი გავიდა. ვა, და აქვთ. ესეთი ჩუმი და ეს არ მახსოვს. გავიდა დრო, სტოპ. სტოპ. როგორ არ დაიბლოკა? ფანქარი და ტანსაცმელი. ფანქარი დაიბლოკა და ტანსაცმელი დაიბლოკა. ყურადღება. მოიცე.
მახარ დრო არის გასული. ვერ გიქით თუ ვერ გაკეთ. დრო არის გასული. გიორგი გიორგი შეგიძლია დაითვალო 3-მდე. ეც დასაწყოა კალა შევიკითხო. აი დათვალოს მედი. ხავიხდი? აზრი აღარ აქვს, იო, დაითვალე. 2 3 ფერვერკი. აუ, ხადაო. ვაიმე. რანაირად გაარტყით ბიჭო? ხაი აგონიაში ალბათ. ფერვერკი იყო. არა მან ფოიერვერკი თქვა, მაგრამ კაი. არა, ნუ ხო. მეთქი შეიშალა იქ. ბიჭო, სანტას ყარნა ხო 1 საათია და სანტა შეჩება. რა სანტა საჩუქარი და სანტა შეჩება. 5 მეთქი საეჭო ყუთზე გახედებდი წერანში. აი მე რა ვიცი, იქ რომ ახედებ 1000 რაღაც დევს შეჩება. აუ, ბიჭო, დააყვიდი მე გარი. მე ვაფშე მეგონა კამერაზე ანიშნე. ფურცელი ისროლა თან, ანუ აი 1000 მეც კამერაზე კამერის გაправება არ გინდა საჩუქარზე შეჩება. მაგრამ მარტივად გაправდებოდა ისე. ვარდსმან იშნებდი? ერწამ. არა 1000 რაღაცა ვერ ხვდები. შეკითხო. ფაიერვერკზე როგორ მიხოდით საბოლოოდ? აი, რაღაცა ეს გააკეთა ბოლოს და მეთქი ფაიერვერკი ალბათ. არა, გაიგო. მეც ეგრე. მით. აი ეს ეკნა რაღაცა რომ რაღაცა ეს რაღაცა ხო. ძალიან ინსტინქტურად მოხდა, მაგრამ მეგონა რომ წავა. არ ვიცი, საეჭო იყო ძალიან. აი მეგონა რომ წავაგე. გიო, კიდე ერთი შანსი გაქვს. არ დავარდე განწყობით. წიდაცა. სიტყვა თქვი კიდე. საეჭო. საეჭო? მარტივია ძალიან. დაწუნებული ხარ? ანუ ძალიან მარტივია. კაი, რავი, მზად ვარ. მზად ხარ? კალა. ესეთ ეგ უნდა იყოს. მახარ მზად ხარ? გიო, რამეს ხوار უბლოკავ? რამე ხوار მიანიშნა, რადგან დაინახე? ძალიან მარტივი იქნება. აუ, მაგის გარდა ანუ ფინიში გავალთ შეულებრივად, ხო? კაი, მზად ვარ. კაი, დაუთვალე. კაი, ოიც 5 1 მოიც. 5 დაგვიბლოკე? ხო. ოკეი, 5 დაიბლოკა. ხო, რა ვიცოდეთ რა და. დავი, შო, 5 დაიბლოკა. დაითვალე? და ოთახის. ოთახის დაიბლოკა. აი, ჩემი. 1 2 3 ბოლოში გავალთ. მოიცოთ 1 2 3 კაცი. საეჭო კაცი, ბიჭო. ბიჭო, რაც ეს ნახე ბოლოშია დავამბობ. კაცი 5 საეჭო 5-ო რო თქვი. ო, და ეგ არის, ეგ ყველაფერი მოფიქრებულია. მოფიქრებული, ჩემო. შენ ეხვევი მაგ ყველაფერში და ოპა, გონია რომ რაღაცა. ახლოს ვიყავი. რაც დაბოა, რაც დავამუხამეთ. ნახე, ერთი დოსოს სტულარი გვიგებს და ოპა, იმენა თან. სანახაობრივი გახდა ძალიან. ახლოს ვიყავი. არა, ახლოს ვიყავი, სანტას 1 საათი ვკარნახობდი და არა და არ თქვა. ბიჭო, რაღაც სქემა უნდა შევიმუშაო. ესე გაგვიჭირდება. სეზონის ბოლომდე საჩუქარი გაიგე. დავიძაბე, ჩემთვის აშილება ნერვიულობა. მოფიქრებული მო. ბიჭო, საერთოდ მე საჩუქარი მქონდა. არა, ეხა შენ გვიყურებ ხოლმე სტუმრები რომ მოვყავს ზირთად, გადაცემა არ იციან რა ხდება ვაფშე, პირველად ხედავენ და გაურკვევლობაში არიან ხოლმე. რა სიტყვასაც იტყვის ადამიანი, იმასოზე უნდა მოუძებნოთ ყველაზე ახლოს, აი მაგალითად, ხო თქვა საჩუქარი. ყველაზე ახლოს სანტა უნდა მოგვეძებნა. სანტა და მოგიგზებნება რა, ჰა? არა, ეგ ლოგიკა დაგახსენდეს რა. კაი, უცებ შემდეგი თემა. დაგვეწელა. მახარ ამოიღე ან ვის ჯერიცა. მე ბიჭო, იდეათ გავითიშე ხა ვინერვიულე. მეთქი გარი გამყნეს ჩემი და აიღეს ოქროს მე სეზონის ბოლოს საჩუქრები იქნება. ხო იქნება აჭკო. მედლები არ მოგცე, თორე ტრაქში გაგიკეთებთ. ათ გვინდა რა მაგის ფასი საჩუქარი უფრო გაგვიხარდება რა. ხო, გიო. არა, მოიცერწამ. ამ ასოციაციების თამაშის არ გათამაშების შემთხვევაში ოქროს მედლები არის თქვენი, იმიტომ რომ 2 ცალი ოქროს მედალი მზადდება. ანუ ოქროს მედალს მიიღებს თქვენ თვითონ. ხომ რა შეცვალე, ხო გითხრათ ტრაქში გაგიკეთებ ხო ახლა. მე მზადდება, დადარეკე. და მეორეს მხრივ IQ ქულებით საჩუქარს მიიღებს გამარჯვებული რა. მე IQ ქულებით რომ მოვიგო, მე კალას მაინც 50-50-ზე გავყავ. იმიტომ რომ ეს არის გადაცემა, სადაც კიდე აქ მე და კალა ერთად ვართ, ხო კალა. გაშნა რა იყო ხა ეს სიტყვაზე? აი PlayStation-ი რო იყოს ხო გაჭრი შუაზე. გააბეს გავყიდი და შუაზე გავყო. აა პრობლემაა. ხო, ეგეც არის. ან მე არა მაქვს PlayStation. 200-ით ერთს არ უნდა აგებდე და ეგ რო თქვა, მაგრამ კაი. აუ რა უნდა ეს ძველი სისტემა არის. იმით მილით მოდის პოსტა რა ადრე. აი გქონდა ჩამოვარდი. ხო და მარკაზე გეთქვა პოსტა მე. მარკაზე? ბიჭო, მანქანა მარტივი იყო. ძალიან. საშუალოდ რამდენი ინდივიდუალური ნაწილისგან შედგება ავტომობილი. შორს ვინც იქნება ყუთში მოთავსებული ნივთი უნდა დაშალოს მაქსიმალურ შესაძლებელ ნაწილებად. რამდენი რაო?
ინდივიდუალური ნაწილი. ნახე, მოაქ ეხლა מחარას თემები იმას. ფეხბურთზე. მოვიტანე ერთი თემა მესიზე და ერთი მოვიდა მანქანაზე. ფეხბურთზე რო იყო კითხვები, წინაზე შეჭება მან რა პონჩი დაიწყო. ხო, ნეიტრალურ თემ მოიტანე ზღარბი რამდენ მას აკეთებს. ეგეც იქნება. იმიტომ რომ ფეხბურთში მოუგებ ხოლმე ამას. მოიცა ეს მომისმინე. ნაწილში რა ითვლება ხო ახლა? ნახე ყველა ინდივიდუალური ნაწილი. ინდივიდუალური ნაწილში რა იგულისხმება მაგალითად მატორი დეტალებად უნდა დაშალო? კი. ყველა ნაწილი ცალკე რაც დაიდება მანქანისგან რა. მოტო კლაპრის სალნიკები არის 12 მაგის დედაში. აუ აზე არ ვარ აი მენა. ან მოტორიც რო იშლება ის ნაწილებიცაა. 1-2 წუთი მაცედა ზუსტად დაგითვლი რა. მანქანას გააჩნია აჩი ხა ზოგ მანქანას. მაგიტო წერია საშუალოდ. ხა საშუალო და ის. კაი, დეტალურად დაშლილი. და ვინც რო შორს იქნება ისაკებს, ხო? კალა, ჩემთან ჩაიხედა. მართლა ორჯერ ჩაიხედა ჩემთან. მე ვიყო პატარა ჭოჭი. არაფერ დამინახავს ეს. აუ. ჩაიხედა რა პირიქით გიჭირავს შეჭემოდა ეხა ეგეთ ხედო არ მაქვს. ნახე რა შენ ბიჭო ჩემს კილო. დაწერილი მაქვს შეჭემა. ჩემ წინააღ. ნახე ბიჭო. ეხა ეს ყველა კალა, ფურცალზე ვიხატია. ეს ძველი ის არის რა. რაღაცა. რაღაც დავალებაში იყო. კაი, გვიწერია ყველას? ხო. ამოატრილე და ვთქვით. 1000? არა. ბერია. 850. აუ, რა სიძა, 8000. 8000, თავი როგორ? 800, 850, 1000 და 8000. დეტალი? ყურადღება. აუ. სწორი პასუხი არის 520 არა, ხურო, 30000. მეტი და 30000 დეტალი. რა 500 აქვე შეჭემა დაგაშლევ. ვინ წააგო? სათავოდ გათოლებინე. მე წავაკ. რას ვაკეთებ? არ მინდა, ეს ქულაც ამას დაუწერი, აჩიკო. ეს ქულა. რა თქმა შენი ქულაში შეჭემა. შენი ქულა არის. დაუწერი რა. რა თქმა მინდა რომ მოიგოს, მო. რო გინდა მოვიგებ, ნუ გეშინია. ჩემზე ჭკვიანი არ ახარ, შეჭემა. შეება ინფორმაცია გაქვს ფეხბურთზე, ჩემზე ჭკვიანი. ესეც დაიჭირე. შენ ჭკვიანი ვერ ვიქნები? ხო. რატო? აი დაშალე მიდი აბა. ჰა? აი დაშალე. ეგ უნდა დაშლის მე 10 ნაწილად. ეგ უნდა დაშალო მაქსიმალურად ბევრი ნაწილად რა. აი ხა ეს თუ დაშლის თქო მე დავშლი მაგას. ბიჭო მე არ მაინტერესებს ამის დაშლა რა ვიანო. არ გაინტერესებს? მაგაშიას აუ კიდე მოარყია ბოლოსკენ დედა მოანა იმენა. რა ეკიდები შეჩემა? კალა დაიწყე პროცესი. და მანამდე არ იყო ეგრე შეჩემა. ხორბაში არაფერ დამიშლია. ნახე როგორ იყურებს. ისინი დამიტე რა მათემატიკის რაღაცე. მაინუს რო იმას ეს ხკალაზე შეხება. მაიმუნს რო იმას კითხავენ გამრავლების ტაბულას ეგ განახია კაცი. რო კითხებიან. ანუ ყველას თავისი ხაჯაშვილი 63 რა 63-ო. ნანახი კაკე ეგ მართლა? აუ რა მაგრამ მაშინ მართლა ბიჭო. აი რაზე გამოდა რა უნდოდა ვაფშე. ეს ამით იშლება ხო ანუ უეჭვე. აი ძმაო შენი ბანკარი. ეს არ არსებობს. კუთვნილი. так. ეს არის კალა პატარა IQ ტესტი რა. ლომბია დევს აქ. უნდა მიხვდე როგორ როგორ პირველად ნახეთ აჩიკო ეს დანადგარი. მიმიშვი რა ჩემი. არა, ჯერ დავაცადოთ. კაუჩი ეს რა 30 დინამიკია. დავშალე აჩიკო. მთლიანად. რამე ქულა მომეცი რა. 30 წამში თუ დავშალე მთლიანად. უკანი ქვემოთ 30 წამში. ბიჭო ამით იშლება ნახდად? შეულოცე შეჩემა რაღაცა უკვე. არა ეს ნახ აქ ერთად ნახროტი აქ სიტყვაზე. მაგრამ ეს არ არის ამისი. ის ქვემოთ სადაა აქ აბა? მოხსნა. ეს უნდა მოხსნა? არა. შუა. არ უნდა გატეხოს, ხო? აი მის მე IQ ტესტში ამან რანაირად მომიგოს შეჩემა. მართლა ვერ ვიგებ. აი რა ცხოვრებაში არ დამიშლია რა. არის სტრუქტურა, რითიც იშლება ეგ რა. უნდა მიხვდე მაგ სტრუქტურას როგორ შეიძლება დაშალო. არ უნდა გატეხო. არ უნდა გატეხდეს, ხო? წინსვლა გვაქვს. ოპა. განვითარდა მაიმუნების ისა, ნახე. რა დიდი ხანი დაჭირდა. ხო, ეს განვითარდა აჩი, მაგრამ ტაბულას დაეშველება არ ვიცი. ეს არ არის ამისი ძმაო. აი, ილაპარაკე თქვენ, რას მიყურებთ, მე დავშლი ამას. კაი, გიო, თუ გინდა ამოიღე თემა ერთი, შემდეგზე
ეს თემა სულ ბოლოს უნდა წავიკითხოთ. ყუთში კიდე თუა ფურცლები ჩააბრუნე უკან. არის კიდე? გადაყარე ეგეც არის. 2021 წლიდან მოყოლებული რამდენი მსოფლიო ჩემპიონი ყავდა საქართველოს ბერძნ-რომაულ სტილით ჭიდაობის 10 წონით კატეგორიაში. შორს ვინც იქნება ახალი შემწოვი მასაჟორი უნდა გამოიყენოს კისერს. ფუ რა ბიჭო. აი წონით კატეგორიები რა არის? ამდენი 10 წონაა სულ. 10 წონ განსხვავებული წონითი კატეგორიაა. 78, 79, 92. ნუ ყველაში ყავდა ჩვენა. 10 წონაა სულ 78, 79, 92 და ეს. ხო. და რის ჩემპიონები? ბოლო 4 წლის განმავლობაში რამდენი მსოფლიო ჩემპიონი ყავდა საქართველოს ამ 4 ეს ნებისმიერ ასაკში გულისხმობა? არა, დიდებში. ანუ ეხა ამ წამიდან უკან 4 წელი. 21-დან. 21-დან მოყოლებული. 21 წლიდან. აიღე ფურცელი, კალამაც აიღოს. უკეთესი ის არ გვაქვს სახმახნისი? ეს ის არის. კალა თან შეგიძლია დაწერო რა. მე ვიტყვი. ეგრეც მოსულა. ამ ორმა დაწერო. თავარია დაშალო და რავი. უყარა. ბრმანაწლავი ამო. 21 წლის ითვლება? 21-იც ითვლება კი. 21-დან ზევით. დაწერე, מחარ, დაწერე. მე მგონი გელოდება ჯერ შენ. დაწეროს מחარ ამჯერ და მე. დაწეროს ამუშავება. დაწერე მე. מחარ. ფიქრობ მე ვითვლი რა. რას ითვლი შეჩინო? 2021 წლიდან? სტული იცი კალა? წარმოდგენა არ მაქვს. ესეც არ არის ამისი. ბევრი არ იქნებოდა, ხო არ იქნებოდა ბევრი. არ არის ამისი ეს. ერგება? ამას? პაიანი ვით უჭირავს შეჩემა ისხში. თავი მოხსენი? ეს? თავი გავწერე მე. იმას ერგება? ოკეი. מחარ დაწერე? მე არ უნდა მოგეცათ აქამდე? ვიმე ჭღაბნის რაღაცას ვერ მოედავები ახლა რა გიწერია? თქვა? ჯერ შენ თქვი. თქვი ჯერ შენ. აი ხა რა ჯერ კალამნო თქვი კალას არ დაუწერია. პირიქით. მე ვამბობ. ეს ამბობს. მაშინ იმან ის არა. იმას თუ გაურკვევლად უწერია, მაშინ არ მიწერა. აცი საჩვენო ხედავ მე. ეხლა მაგას მიწერია გაურკვევლად შეჭა. ეს ხო იცანი. ვიცანი მეორე? აი ხა ყურე. ესა 7-იანია რომ მეუბნეო. ეგ არ არის, ეგ. არა, ეგ ერთიანია. ხო, მე? მე? რაზე უთხარი, ძმა? რა გინდა რა? კაი, არ ერთიანი არ არის მაინც. კალა დაწერილი מחარ. დაწერილი აქვს ამას? ხო. მე კი. всё, ეგ არის. თქვი. იყოს 6. 6. מחარ თქვი? 15. 1. ყურადღება? 1. სწორი პასუხია 1. ბოლო 4 წლის განმავლობაში ბერძნულ რომაულ სტილში მეც უცნაური იყო ჩემთვის. მე 1 არ მეწერა შეჩემა. 1-იც გეწერებოდა מחარ ახლა შენ ისეთი ხარ რომ გამორიცხული რომ 1 არ გაგეთვალისწინებ. აბა რა. ლერია ბულაძე გახდა. რა თვლი ამას? აი რა. ლერია ბულაძე გახდა სუპერ ჩემპიონი. ახლა როგორ კეფა უნდა გვანახო? რა უნდა ვქ მე? არა. კეფაზე מחარ არ წააგო. არა. კადრში უნდა შეგვახედო კეფა. დიდი ნახუი არა. კეფა. არ ჩერდება. კეფა. ეს გამოგლიჯავს? ბიჭო, აი ტკივაში. კალა სასჯელის აღსრულებაში შენი დახმარება მჭირდება, თორე ეს ტრაქს ათამაშე. რა შვები? ბიჭო, ნა. კაც 1 ეწერა, ბიჭო, და რაპონში სჯითო? ვერ მოვარგე ეს დედა. ესა კისრის მასაჟორი? ბიჭო, არ ჩერდება რა. მოიტა ხელი. არა მოკვდები ეს ხელი. მაგას არ მიიღოს. რა ნერთან? კანი აქე. არა ბიჭო. არ შვება, არ იღებს. ხო, ხაი. გაჩერება არა. გაჩერდა? ეხა კიდე დაიწყო. არჩე ვერ ვშლი ამას. ბიჭო. მაგათ ას მე უნდა ისეც გაკეთო, ამას ტოპი არა აქვს. კალა, ხო არ გინდა სასჯელები გაცვალონ, იმიტომ რომ იმავე ვერ შეასრულა სასჯელი და מחარაც ვერ ასრულა. 1. მოდი, არა. ნახე, კალა. 4. კალა, დავალება იყო მაქსიმალურ შესაძლებელ ნაწილებად უნდა დაგეშვა. შესაძლებელი რა არის? ისიც უნდა მოხდეს. ამის შეკით არ შვება. ეს გავცვალოთ სასჯელები. კალას მივაწოდოთ ისა მასაჟორი კეფაზე. ნახევარ დავშალეთ მავალ. რატაშა მომეც დაბიტახა. კალა, მასაჟორი. კეფაზე. ჰა? კეფაზე უნდა დაიდო.
აქ? ხო, ოღონდ კადრში გვანახე რა. თავი დახარე ცოტა რა გამოჩდეს. თავი დახარე. მერე? დახარე ცოტა თავი. რო ვერ იწევი წინ. ხო, ესე. მე ამოაქვს კი. ხა კანი ამოაქვს. სადამდე გაუძლებ? გაუძლებ, ეჩევა მე, ამოაგდუნდა და ხერხება. დაწეული არის? ო. მაშინ მარტივია. მარტივია შეჩერება. ყველა ეგ არ ჩერდება, გაჩერება. შეჩერება. რა უნდა იცი ამას? წინაზე შეჩერება ჩამოიტანა. ის არის გვალათი. ვახ, ჩემით. სისხლი გამოუვიდა, შეჩერება, მაგა. არ გინახია ბანკებს რო ადები ხოლმე დაწითლებული როა გულზე სპორტსმენი. ის არის პროსტა ცეცხლი და პატარაზე ვსოვდა. ეს ჩადის შეჩემა. მე ვაფშე სამგურესი ბანკიდან ჰაერის ამომყვანი არის მასაჟორი ვაფშე არ გონია. ადრე ჩამოაცრია რაღაცა მასაჟორი. შეჩემა დენს უტყავდა ბეჭებზე რა ეს ბეჭებზე უნდა დაგედო. ეს არ არსებობს რომ კარგი რამე იყოს. ესე უნდა მიიდო და ისაქნა. ამ ესე საფეთქლებზე დავადე ეგ დენი რა. ბოლომდე აუწი და ჩაუვწე. მე უკვე ყუნჩხებში ჩავარდა. იმის მერე აი ეს ეზიდება რომ რამით გამამწარო შეჩემა. კალა ამას ვერ დაშლდა ვერაფრით. იმიტომ რომ არ გააჩნია არც ერთი ხელსაწყოთიც მოხსნა. და სამდე გააჩნდა იქამდე დაშალა. ექსპერტის დასკვნა. მაგრამ მე მაინც გამიკეთეთ ეს. რა თქმა უნდა. გიორგი სამხარაული. ხოდა მაჯვი, აი მოიცა ეხა. აი ეგ არის ბიჭო, არ უნდა შეაფასო ადამიანი. მე არა, გიორგი, ნახე მე ვთქვი პრობლემა. გითხარ მე თავიდანვე ვთქვი მე რომ ამით არ იშლება თქო ძმაო. კაი, თემა შემდეგი უცებ. დიო მოი. ბოლო არა ხო ის ბოლოსაა. კაი, გეყოფა. შეკითხვა გიორგის. მე წავიკითხო? აჩი. არ მინდა რომ მე ავდგე და ახლა შეკითხვა დააცადე სტუმართან არის შეკითხვა. შეიძლება? ავდგე რაზე თქვი? ეს რო გამოგეტო? ჯერ გამომირთავს თუ შეპასუხები ხარ ბიჭო? ეწამიშა. ვინ მოვარდე ეხა მან? წაიკითხე კალა. სხვა გზა არა. 2028 წელს ოლიმპიადა ამერიკაში ტარდება. ვიზა თუ გაქვს? ეგეთ კითხვა. არა, ჯერ არ მაქვს. ჯერ არ გაქვს, მე შემიძლია რომ მაგრაიაფად გაგიჩავ. კი, შენ ისე ინგლისური ისე იცი რომ ხოდები გაქვს? ტრამს აგინა წეგან ყველაფერი და გაქვს. რა? ფერადი პრინტერი. ფერადი პრინტერი. ვიშოვ. მოიცეცამე. ჩემპიონატზე რომ მიდიხარ, მანდაც იქ უნდა შეხვიდე ძმებთან? კი. ტრამპ მოიცა შეგვიძლია მე ბიზნეს არ მომწევენ, ტრამპს ახალ ვაგინე? ბოლო არა და ესა? ეს ნახე. 2019 წელს ამერიკის ერთ-ერთ ფერმაში ღორმა სახელად ლუსიმ სოფლიო რეკორდი დაამყარა. დაასახელე რამდენი გოჭი დაბადა ერთ მისვლაზე. შორს ვინც იქნება ერთ მისვლაზე რა. შორს ვინც იქნება ამ გოჭებს სახელები უნდა დაარქვას, დანარჩენი ორი ადასტურებენ. ერთ მისვლაზე რამდენი ერთი დაახლოებით მე ვიცი ხა საშუალო აი სოფლებში რამდენს ბადებს. მისვლაზეო, რომ ერთ ორსულობაზე ხო აჩი? ერთ აი მაიმუნის დაწერილი თემებია რა არის ეს. აი მას მაგრა გაუტყდა. არა, შეც ხელსაწყოები მომცათ, ან რომ მაიმუნი თუ მოგცემდა, რომ იმით ის არ იშლება შეჩემა. აჩი დაახლოებით რეკორდი თუ მოხსნა, ალბათ იქნება. აბა თქვი, აზრი არა აქვს. გოჭებში? მახარ გორში ღორები არის? რამდენი დაბადა რა? დაბადა დუბადა. მართლა ყავთ სახლებში გოჭები ღორები? არა. მახარ ბებია შეწყავდა. სენაკიდან ხარ ხო? კი. დაიწყე, რამდენი დაწერე? 23. ჩემს ეყოლას. 20. 26. ყურადღება. Close call-ია. მეტი ეხება. ყურადღება. ბაზარია, ხო. IQ-კულად იწერება აქ. სწორი პასუხი არის 60. 37. მახარამ დღეს უკვე მეორე IQ-კულა იყო სხვათა შორის. რა მახარამ აიღო ბიჭო? ანა ერთი. კალამ თქვა ყველაზე ბევრი. 26 მიწერია და იმას 23. აჩ მაიმუნი რომ დათული და იმას ერთული შეჩემ. რა უნდა ვქნა მე?
ხო, გიორგი წააგო და ახლა მოკლე 2 IQ ქულა აიღო თურმე. კი, ყველას. ხო, და ბიჭები ადასტურებენ. ხო. აბა დავიწყოთ. აბა გამოვიდა პირველი, აი. შეშლილა პირველი რადგან არის? აი. მეორე წამოიღო. მახარ მეორე მისვლაზე მომეხმარე ჭეჭება. ყუდარია. მეორეს გვიან ყუდარია. ძალიან სასიამოვნო. მესამე 5 ყუდარი გამოვიდა დანარჩენი. 5 ყუდარი გამოვიდა ძელი სახელია. დიავოლისი, მესამე დიავოლის, მეოთხე. გიჟი. აი, მეოთხე შევჭარეთ. მაიცა ეხა. შიო და ყოზოშვილი ჩობიარობა არ გაიზდება შეჩემა და მე. რა, ყველაზე კიდე შევჭარ. შეშლილი და გიჟი ძალიან არ აგვერევა მე. მოგვერდა. მოგვერდა მეოთხე? მოგვერდა. მეხუთე. გდება. მეექვსე. ჭიჭიკია. ჭიჭიკია მეექვსე. მეშვიდე. ჭიჭი. ჭიდა რა მეშვიდე. ჭიჭი და ჭიჭიკია. ნუ ეხა 37 ღორია დასაქმევიდა. ნუ ფანტაზია მაგ დროს. მერვე. გ. მეცხრე? ნომერი 11. მეცხრეს ქვია ნომერი 11. მეათე. ნომერი 20. ნომერი 20. ნომერი 11? ტაში. ნომერი 12. მოცეკვავი. ძალიან ისე გამოვიდა რა. 13. ხორმუცელა. 14. ღორი. 15. New Balance. მე-16. პანდური მე-17. ჯოხი მე-18. კოჭლი. მშობიარობის დროს ძალიან კარგია ღორსო ესმის თვითონ დაკვრის არა ქვია. ვა ბიჭო მე იმას ვფიქრობ, რამდენი 27. 27 რო გონდა დაბადო ისე. აი მე-20-ს 20-დან 27-მდე რამე ერთ სახელი დავიღალე უკვე. რა, ნომერაციიდან 20-დან 27-ს რაღაც ერთი ხო. ანუ დანარჩენს არ ველოდით და 27 ჩვენ 3-ს და არ ვქია დანარჩენ 13-ს მწოველი დავარქოთ. ვისაც ძუძუ ეყო რა. აი, ბოლო თემაზე ვართ. აი, ეხა არის მთავარი თემა ხალხო. მე ვიღებ ხა. ეხა არის მთავარი თემა. ხელის გადაწევის ჩემპიონატი რიგრიგობით ეჯიბრებით ყველა ერთმანეთს პირველ ადგილზე გასული და ყველა ძლიერი თქვენ სამში მიიღებს საჩუქარსო. აი, ეხა ვშობით ესეთ რაღაცას რა. მე ძალიან მაინტერესებს დღეს ძალიან მიდიოდა კალა და მახარა იყოს პირველი ერთმანეთში. დღეს ძალიან ისეთი ისრი იყო. ეს მინდა ნიშნავ საჯა. ეხა შემოვა. ვაკეთებინებს. მე ვფიქრობ ესეთ რაღაცას რა. ჯერ კალა შეეჯიბრება გიორგის, მერე მახარა გიორგის და ფინალი იქნება კალა და მახარა. ეგრე ვქნათ. ფინალი რანაირად იქნება? ნუ ბოლოში ფინალი არ იქნება. და მე აქედან დღეს ჩვენ ვიხილავთ ორი ყველაზე სუსტი ადამიანის ესე ვთქვათ ხელის გადაწევას ბუმბერაზე ადამიანი მოსულია მაგრამ ჯერ არ გამოსულა ეს პეტლიჩკები ხო არ გავუკეთოთ საეჭოკა მიმართავ ძალიან საინტერესო პეტლიჩკები გაიკეთეთ სტრატეგია მაქვს შემოშორებული ეს არის გიორგი კარტონის რომელსაც ის ზე წკენა და ისე გადაწევა ამიტომ მოწინააღმდეგე სულჩეო რომ ყვერები დაიცვას ხელი მაინც მიიფაროს მინიმუმ ეგ თავი გადმოვარდება და ორივე წაგებული ხარ. მახარ ხელის დადება და აწევა და ხელის დად ეხავე. არით არ უნდა გადმომაწოს. ფეხი იქ. ძალიან დიდი ტანი აქვს ამას. ცოტა ახლო მიცით. ესე არის. არა, ეს გაასწორე შეიძლება. სამამდევით. ბიჭო, ჩვენ ერთი. უსა. ეს არის ჩემი სტრატეგია. რა ქენი? ანა ბუზარია. აუშვენე ძმაო, მე მახარას უნდა გადაუწიო. ეხა იგივე სიზავს მახარას. იზავს, მე ფინალის იზავს. აი ეს დაიღლება უფრო და იგე ეხა ეს. ბიჭო, კაცი ჩემპიონია, ვარ ჭიდაობას ყვალ დაუწყებ და ამას. აბა გავასწორეთ, მეგობრებო, გავასწორეთ. ეს არ უნდა იყოს, აი ეს უნდა იყოს სწორად. შეიძლება ესე გვერდულად გას, აი ეს უნდა გასწორდეს. აი. ახლა გასწორებული. 1 2 3. არა, ბიჭო, რა სამ ჩემი სტრატეგია ჩავარდა. აი. მიდი, გიო, მიდი. ანით მოაწენა. მიდი, შენს მიაწექი, ბიჭო, შენს მიაწექი. ნუ ტეხავ. აი, ნუ ტეხავ. შეიძლება, ძმაო.
სტრატეგია ჩამივარ. რასიძახი ბიჭო. ეს რა მომივიდა? ეხა მოიცა. ეხა ფრეარი ბედამახარ მე თუ გადაუწია მახარას. მაგრამ აღარ შეუძლია არაფერი. მოდი აქ. ეხა მოდი შესიგებ. მაგრამ ეს რატო თქვა იცი? სათქმელი ექნება მე ის რაღაც წარმატებებს რომ მიაღწევს რა გადაწეული მოხელი. არის ვიდრე ის არა კიდე. ახლა თავბრუ ეს ხმის მოიცა. თუ ნავარჩები ხელი არა. მოდია! მოდიო! არბის მეგობრებო, ეს რა? მოდიო! ბიჭო, მე ჩემპიონს გადაუწია და შენ მახარას გადაუწია. მახარ უნდა ჩემპიონს გადაუწია, ძმაო. ჩემი სტრატეგია დაღლილი უნდა ყოფილიყო ნებისმიერ. რა მინდა შეეცემა? არ მინდა ეხავე. დრო გაყავს, მეგობრებო, დრო გაყავს, ხედავთ? 3 2 1 ნო ბუზარი. მოდიო, შედეს. კალა ხელს ტეხავ კალა. როგორ მოტე? მოდიო. დამეკიდა ხელს. მოიგო. დამეკიდა ხელზე შეჭე. იმიტომ რომ ხელი მოტეხე შენ. ხელი ესე გქონდა. ვა, მახარა რა გაიჩითა, ნახეთ შენ. ხელი ავაწევინოთ, ნამდვილად ეკუთვნის მახარას. ბრავო. რაღაც არასწორად. რაღაც არასწორად. მაგიდან გასწირავდა. ეს რა იკად რა? მომიტეხა ბიჭო, მაგდოს მეშინია. ამოა. ეს რა იკად რა? საჩქარი მოიშვი. საჩქარი מחარ მინდა გადმოგცა, ეს არის იღბლიანი საფულე, რომელსაც ფული მოაქვს. უახლოეს ორ კვირაში დიდი ფული გეწევა მაქსაფულის. მე მოვითხო რემატჩს რომ მოიგებს ჩემპიონატს აიქ შეინახე ხოლმე რა. უეჭველი რაც გამოწერეთ იმის საჩუქარს ჩუქნის შენ. არა, ეს არის ამულეტი არის ფაქტიურად, საფულე ამულეტია, რომელიც უკანა მარცხენა ჯიბეში უნდა გედოს და აუცილებლად მოგიტანს ფულს. ხოლო მოიცა ჩვენგან მაშინ არის რა. თახსის გადმოგეცევა პატარა. მონეტა ვერა, მაგრამ მონეტა ვერ წაი. ცოტა ხანს კამი არის. დაგემშვიდობებით მეგობრებო. მეგობრებო, მახარა მოგვიგო. რაღაცა წესები შესასრულე, რაღაცა ისე იყო, ვერ მივხვდი რაში, მაგრამ რაღაცაში მოგატყუა. არა ბიჭო, კლავს ჯანი მაქვს. ბიჭო, გადაწეული მაქვს შენთვის ხელი და. გადაწეული აქვს თვრალი ვიყავ და კუჭი აშლილი მქონდა, გადამიწევდი, მაგრამ კაი, ძალიან დიდი მადლობა გიორგი. მადლობა გიო. კიდევ ერთხელ წარმატებები უსურვოთ, ბევრი ძალიან. წარმატებების მამა. აგინე არა საჭირო ამის ხაშალ.